Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ისევ პრაღიდან. აი, პრაღაში ვარ, ნახეთ. ამაგერ ადგილზე ვარ. ესე იგი, დღეს 17 მაისია და ჩვენი საქართველო აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს. ასევე დედა ჩემის დაბადების დღეცაა დღეს. ასე რომ დედა გილოცავ დაბადების დღეს პრაღიდან, გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს ყოფნას, ცოცხლად დიდხანს ყოფნას, ჯანმრთელად, ბედნიერად თავისთავად. მაშა ასე დავიწყეთ. მე ადრე მქონდა ჩაწერილი თემა ოჯახზე. თუ როგორ უყურებენ ებრაელური განმარტება როგორ არის ოჯახის ინსტიტუტის რას როგორ უყურებენ და ჩავთვალე რომ ცოტა კიდევ განმარტება მოგცეთ უფრო შევავსო ის წინა ვიდეო უფრო დაბალი ხარისხისაა ეს უფრო კარგი ხარისხისაა ეს ვიდეო გამოვა უფრო კარგი მიკროფონი გვაქვს იმასთან შედარებით, უფრო კარგი კამერა გვაქვს, უფრო კარგი საშუალება. და ვთქვი, ვიფიქრე, მოდი განვაახლო ეს თემა და ცოტა უფრო ვრცლად ვილაპარაკებ ახლა ამ თემაზე. ოჯახის დღესთან დაკავშირებით, ვინც აღნიშნავთ გულწრფელად, მართლა გილოცავთ, ვინც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობთ, რავი, თქვენ უნდა გაცეთ ღმერთს პასუხი, როცა ის მოვა და ან როცა მასთან წარსდგებით. თქვენ სიდიზე იყოს. მე არავის გასამართლებას არ ვაპირებ, არავის რამეს არ ვაპირებ. თქვენი ცხოვრებაზე პასუხს თქვენ აგებთ. როცა მიხვალთ გამჩენთან ანგარიშის ჩასაბარებლად. და ეჭვი არ შეგეპაროთ, ანგარიში ყველა ჩავაბარებთ. დამინჯერეთ. მაშა ასე. ოჯახი, ივრითულად ოჯახი არის მიშპახა. მიშპახა ძალიან საინტერესო სიტყვაა და თქვენ იცით რომ ებრაულში არ არსებობს ხმოვნები, ის ყველა თანხმოვნებია და აქედან სამი ასო არის შაფახ, ფუძე, რაც ნიშნავს მსახურებას. და საინტერესოა ისა რომ სიტყვა მიშპახა თვითონ მდედრობით სისქესისაა ებრაულში, ივრითულში. და ის აუცილებლად უკავშირდება ქალბატონს. ქალბატონს, რომელებიცაც მოაქვს ოჯახში სინათლე, კეთილდღეობა, თითეული ასე რომ განვარტოთ მე შინ. მოდი გავმარტოთ. პირველი ასო ეს არის მე. კედან სიტყვა წამოსულია მაიმ არის წყალი. ანუ ოჯახში არის წყალი, ყოველთვის წყალი ეს სიცოცხლისათვის აუცილებელი კომპონენტია. ანუ ოჯახში ქალი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზოგადად შემთხვევაში ის ოჯახი არაა. მეორე ასო არის შინ, რომელიც მოდის სიტყვა შალომ. წყალს, სიცოცხლის წყალს აგრეთვე მოაქვს მშვიდობა, შალომ. ივრითულ კონცეფციაში შალომ ძალიან ბევრ ამას ნიშნავს, მაგრამ კონკრეტულად ამ კონტექსტში ნიშნავს მშვიდობას, მოსვენებას. ახლა გურულ ქალებზე არ ვიცი ეგ რამდენად ითქმება, მაგრამ ეს ხუმრობით გადაუხვი ახლა მაპატიეთ. მე ძალიან მიყვარს ჯანსაღი იუმორი. ამიტომ ხშირად ხუმრობ. მეგობარმა მითხრა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ შენ. მუშინ ველაპარაკე ამერიკაში მყავს ერთი მეგობარი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ. მიუხედავად ამდენი სირთულეებისა, ამდენი რაღაცეებისა, მაინც იცინი ხარ და იღიმი ხარ. ხო, ანუ შინ, შალომ. მეორე ასო მოდის ფე ნიშნავს ურთიერთობას, ლოცვას. ოჯახში
თუ ურთიერთობა არ არის, ერთმანეთის მიმართ ლოცვა არ არის, კომუნიკაცია არ არის, იქ არაფერი არ არის. ის არ არის ოჯახი. და ბოლო ასო, რომელიც თანხმოვანი არის, ეს არის ხენ. ხენ, რომელიდანაც მოდის სიტყვა ხაიამ, სიცოცხლე. და მთავრდება 10 მიშპახათ, ებრაელი კომენტატორები ამბობენ ამას ყველაფერს უკან აბოლოებს უფლის სახელი, რომელსაც ქვია აშემ. ანუ უყურეთ, რო შევკრათ ესა ყველაფერი ოჯახში ქალს შემოაქვს სიცოცხლის წყარო, შემოაქვს მშვიდობა, შემოაქვს კომუნიკაცია, ურთიერთობა და შემოაქვს სიცოცხლე, რომელსაც ზემოდან უყურებს ღმერთი. ძალიან საინტერესო განმარტებაა რა, სიტყვა მიშპახა, ოჯახი. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ჩემო კარგებო, რომ ჩვენ გვესმოდეს ეს კონცეფცია. ებრაულ ენაში საერთოდ ყველა სიტყვა და სახელწოდებას თავისი მნიშვნელობა აქვს, იმ გაგებით, რომ ისინი გადმოგვცემენ მის ფიზიკურ არსს. აქედან ოჯახის მიშპახა, თვითონ ფუძე, რომელიც მოდის შაფახ, ნიშნავს მსახურს. მსახურს არა ქალია მსახური, არამედ ორივე ერთმანეთის მსახური უნდა იყოს. ესაა ბიბლიური კონცეფცია, ჩემო კარგებო, და ამიტომაც ბიბლია დაიწერა იმ ებრაულ ენაზე, იმ დალოცული ენაზე, რომელსაც ქვია ლაშონა კოდეშ ივრითულად, წმინდა ენა. გადმოგვცემს ზუსტად ამ საგნების ბუნებრივ არსს, თავის დანიშნულებას გადმოგვცემს, მიზანს გადმოგვცემს. და მიშპახა, ოჯახი, თავისი ფუძით გადმოგვცემს მიზანი, დანიშნულება არის ის, რომ ემსახუროთ ერთმანეთს. როდესაც ერთმანეთს ემსახურებით, მაშინ არის სიცოცხლის წყალი, მაშინ არის მშვიდობა, მაშინ არის ურთიერთობა, მაშინ არის ჰარმონია და მაშინ არის ღმერთისგან კურთხევა ყველაფერი. ეს არის სიტყვა მიშპახა. ძალიან მაგარი რაღაცაა და მინდა გაჩვენოთ, ახლა აქედან შემოვატრელებ და უკან წავალ. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს. ნახეთ რა მაგარ ადგილზე ვარ. ესე დავდო. უკინდა მინდოდა წავსულიყავი ასე. დამენახებიათ ეს. წინიდან უფრო სხვა ხედი აქვს, აქედან უფრო სხვა ხედი აქვს და იმიტომ. მაშინ ასე რო შევაჯამოთ თელი ჩვენი საუბარი მიშპახა. მიშპახა ეს, ჩემო მეგობრებო, არის ერთმანეთის მსახურება. ერთმანეთის მსახური უნდა ვიყოთ. ამიტომაცაა ეკლესია შედარებული ოჯახს. ამიტომაცაა პირველი საკრებულო, რომელსაც იესო ამბობდა, მე დავაარსებ ჩემს საკრებულოს, ეს არის ოჯახი ხალხო. იცი ძალიან საინტერესოა. ვამბობთ ამას ყველაფერს, მაგრამ პრაქტიკაში ამას არაფერს არ ვაკეთებთ. იმიტომ რომ გრამოდენიმე ხნის უკან ინვალიდი ბავშვების მშობლები მიადგა საპატრიარქოს და ნახეთ რა მაგარი მანქანა ჩაივლის ახლა. საპატრიარქოს და საპატრიარქომ კალი არ გავუღო. არა რო კითხო ოჯახის სიწმინდე იცავენ. ჩემო კარგებო, სიწმინდე მორალური კანონების კი არის იწყება. სიწმინდე იწყება კეთილი საქმეებით. კეთილი მდგომარეობით. მეგობრია. შალომ. მანიშმა. ბარუხ ჰაშემ. אני יהודי. אני גר בג'ורג'יה. כן. მეგობრები იყო, ხასიდები. მეგობრები არა, ებრაელები იყო. და ესია ჩემო მეგობრებო, მიშპახა, ეს არის ოჯახი. ეს არის, ნახე რა მაგარი შენობა. სად ვიმყოფები ხალხო, ძალიან მაგარ ადგილზე, ისტორიულ ადგილზე ვიმყოფები. და მადლობა უფალს ამ საშუალებისათვის.
ჩემოკარგებო, მე აქ ჩემი ფინანსებით არ ვარ წამოსული, მე აქ დამპატიჟეს მომიწვიეს კონფერენციაზე. დაპატიჟებული ვიყავი და ამიტომ მოვხდი აქ, თორე მე ამის საშუალება ნამდვილად არ მაქვს, მე ჩეხეთში ვიმგზავრო. არ მაქვს ასეთი დიდი შემოსავალი და თითქმის საქართველოს მოსახლეობის 90%-ს არ აქვს ამის საშუალება. ნუ კაი, არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ აი რაზეც ვლაპარაკობდი, სიწმინდე იწყება არაზნეობრივი და მორალური კანონების დაცვით. სიწმინდე იწყება სიკეთით. თუ შენი წმენიდან გამომდინარე არ ხარ კეთილი, არ ხარ მოყვასის მიმართ განწყობილი, რომ მას ემსახურო და დაეხმარო, მაშინ შენი ქრისტიანობა კაპიკია. ახლა ხანს გამომიგზავნეს ვიდეო ვიღაცა ბიჭმა მართლმადიდებელი აპოლოგეტია და მიცდა პროტესტანტებს მარტინ ლუთერზე და იმაზე. ხო და გულის ტკივილი თქვეს რა ბიჭებმა. თვითონ მართლმადიდებლებმა თქვეს. რა მარტინ ლუთერს ეტაკეობ ბიჭო, იმას რატო არ ამბობო? საპატრიარქოსთან რომ ინვალიდი ბავშვიშობლები მოვიდა და ყურადღებაც არ მიაქციეთ და ერთი სიტყვაც არ უთხარით სანომგეშებელიო. იმაზე რატო არ იღებთ ხმასო? ეს ჩემოკარგებო, აი ეს არის ზუსტად ის, რაც ქრისტიანობისგან ძალიან შორსა. იესო ქრისტეს ესეთი ქრისტიანობა არ დაუტოვებია. იესო ქრისტემ დატოვა თავისი გზა და ამ თავის გზა არის ეკლიანი. და ეს ეკალი მოითხოვს გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და მოყვას გაუწოდო დახმარების ხელი. აქედან იწყება შენი ქრისტიანობის ფასი. აქედან იწყება შენი რწმენის ფასი. სიტყვა მე ვარ მართლმადიდებელიო და ამ მაშასა და მე ჭეშმარიტებაში ვარ, ეგ არაფერს არ ნიშნავს. სიტყვა მართლმადიდებელი ჩემოკარგებო, რომ იცოდეთ, იუდაიზმშიც არსებობს. ორთოდოქსული იუდაიზმი ითარგმნება როგორც მართლმადიდებლური იუდაიზმი. მაგრამ ყველა ვიცით, რომ იუდაიზმი, რომელსაც არ ყავს იესო ქრისტე, ის არ არის ჭეშმარიტი გზა. ასე რომ ტერმინებში არაფერი არა, სიტყვებში არაფერი არა, თუ ის არ გადმოცემს იმ არს, რაც არის. არსი კი არის პირველ რიგში სიკეთე. მაშასე მოგილოცავთ ოჯახის სიწმინდეს დღეს, მოგიწოდებთ პირველ რიგში ქვრევს, რადგანაც მამაკაცი ვარ და მამაკაცის პოზიციიდან ვლაპარაკობ, იყავით თქვენი მეუღლეების მსახურები. ემსახურეთ მათ. ეს არა ცუდი, ეს პირიქით ღმერთის დავალებაა და მისია, რომ თქვენ ემსახუროთ თქვენს მეუღლეს. ასევე ცოლებმაც უნდა ემსახურონ თავიანთ ქმრებს. ესაა არსი ბიბლიური. ამიტომაც ეკლესიას როცა ვადარებთ ოჯახს, ეკლესიაც არ შემდგომარეობს ჩვენ ვემსახურებით ღმერთს, მაგრამ როგორ ვემსახურებით იმ უხილავს, რომელიც არ გვიხილავს, რა თქმა უნდა ერთმანეთზე ზრუნვით. ჩვენი ერთმანეთზე ზრუნვა გამოხატავს იმ რწმენას, თუ რამდენად ვართ ღმერთზე მინდობილი, რამდენად ვემსახურებით ღმერთს. ესაა ყველაზე მთავარი სათქმელი, რომელიც მე დღეს უნდა მეთქვა თქვენთვის. ხვალე კიდევ სხვა ადგილიდან ვიქნები პრაღაში და სხვა ადგილიდან გადავიღებ. ასე რომ გილოცავთ. ამ დღეს ვინც მართლა გულწრფელად აღნიშნავთ, ვინც არა და ორმაგ სტანდარტებით ხართ, გახსოვდეთ, პასუხს აგებთ ყველა თქვენს ქმედებაზე. მაშასე გვიყურეთ, გაგრძელება იქნება.